მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და მოდით ვნახოთ თუ რა უნდა იცოდეთ ახლა. გაშლა გვექნება სულ ორ ვარიანტიანი. შეგახსენებთ იმას, რომ 1 დეკემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით, მხოლოდ ამ ერთი კვირის განმავლობაში მაქვს 50%-იანი ფასდაკლება. ასეთი გრანდიოზული ფასდაკლება ხდება მხოლოდ წელიწადში ერთხელ, ძირითადად დეკემბრის ბოლოში ვაკეთებდი ხოლმე, მაგრამ ამჟამად გადავწყვიტე დეკემბრის დასაწყისში გამაკეთებინა. ამიტომაც პირადი კონსულტაციის მსურველებს გელოდებით პირადში და ვნახოთ აბა რა უნდა იცოდეთ ახლა. რა უნდა იცოდეს ახლა პირველმა ვარიანტმა და მეორე ვარიანტმა. გვებსაც გამოვიყენებთ პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი, ასეთი სიმბოლურად თეთრი და შავი ქვა. არჩიეთ სასურველი. შეგახსენებთ ასევე, რომ საჯარო გაშლები არის უფასო, ამიტომაც ენერგიების დაბალანსებისთვის ველოდებით თქვენს უკავშირს ლაიქების, კომენტარების სახით. ფიქრობ გააკეთებდით არჩევანს, ვინც არა აპაუზებთ და მოდით დავიწყოთ პირველი ვარიანტიდან. რა უნდა იცოდეთ ახლა თქვენ და ამოვით და არკანი თასების რაინდი. უნდა იცოდეთ ის, რომ თქვენ იმსახურებთ კარგ დამოკიდებულებას, იმსახურებთ სიყვარულს, იმსახურებთ იმას, რომ თქვენს ირგვლივ იყოს ძალიან ბევრი სიყვარული, მუზა, შთაგონება, იმსახურებთ სასიყვარულო ყურადღებას, იმსახურებთ თბილ სიტყვებს, რომც ამას არავინ არ გეუბნეოდეთ, მე გეტყვით. არ აქვს მნიშვნელობა თქვენ მამაკაცი ხარ თუ ქალბატონი, შენ როგორიც არ უნდა იყო, იცოდე რომ შენ ხარ ძალიან ლამაზი, ძალიან კარგი ადამიანი, ძალიან კეთილი ადამიანი, ძალიან გულორცფელი ადამიანი. შენში არის ბევრად უფრო მეტი ძალა, ვიდრე მათში, ვინც გეუბნება რომ ასეთი არ ხარ. შენ ძალიან კარგი პიროვნება ხარ, უბრალოდ გჭირდება ამის შეხსენება და მე ზუსტად იმისათვის მოვედი აქ, რომ შენ შეგახსენო. აი ზუსტად ასეთი მესიჯი წამოვიდა მეგობრებო პირველ ვარიანტთან. ასევე უნდა იცოდეთ ის, რომ თქვენ ხარ ძალიან შემოქმედებითი პიროვნება, თქვენ გაქვთ ძალიან სიღრმისეული ფანტაზიის უნარი, ძალიან საინტერესო მსოფლმხედველობა, ძალიან საინტერესო შინაგანი სამყარო. კიდევ რა უნდა იცოდეს ახლა პირველმა ვარიანტმა? არკანი თასების 10-იანი. შეხედეთ თასების რაინდი და თასების 10-იანი. შენ იმსახურებ სიყვარულს, შენ იმსახურებ იმას, რომ ადამიანებმა შენ დაგაფასონ, იმსახურებ იმას, რომ ყავდეს ჯანსაღი სასიყვარულო პარტნიორი, იმსახურებ იმას, რომ ყავდეს მეგობრები. არ აქვს მნიშვნელობა შენ რა გაქვს გადატანილი, არ აქვს მნიშვნელობა როდის რა სისულელე გააკეთე. ყველაფერი ჩვენს რეალობაში არის ჩვენი გამოცდილება. ოდესღაც ყველაფერი იყო საჭირო შენთვის. ოდესღაც ყველაფერი იყო საჭირო იმისათვის, რომ შენ გაიზარდო და გახდე ის, ვინც ახლა ხარ. ნუ გრცხვენია შენი წარსული, შენ გადასარევი ადამიანი ხარ. ძალიან კარგი ადამიანი ხარ და თუ შენ ცხოვრების ამ ეტაპზე არ ყავს სასიყვარულო პარტნიორი, იცოდე, რომ შენს რეალობაში პარტნიორი აუცილებლად მოვა. თუ შენ არ ყავს მეგობრები, თავს გრძნობ მუდმივად ძალიან მარტოდ, იცოდე, რომ აუცილებლად გეყოლება ისეთი ადამიანი და ადამიანები, ისეთი პარტნიორი, ისეთი მეგობრები, რომლებსაც შენ იმსახურებ, რომლებიც შენ გაგავსებენ პოზიტიური ენერგიით, სიყვარულით და რომლებსაც შენ თავადაც გაავსებ სიყვარულითა და პოზიტივით. აი ასეთი ძალიან საინტერესო ინფორმაცია წამოვიდა პირველი ვარიანტი. უღრმესი მადლობა და მოდით ვნახოთ ახლა მეორე ვარიანტი. რა უნდა იცოდეთ ახლა მეორე ვარიანტი თქვენ? ნახეთ, პირველ ვარიანტზე ყავდა თასების რაინდი, მეორე ვარიანტზე ყავს ხმლების რაინდი. ნუ აქ კონკრეტულად ამ არკანისგან გამომდინარე მეორე ვარიანტი თქვენ გეტყოდით იმას, რომ თქვენ მუდმივად ცდილობთ რომ ებრძოლოთ ყველას, თქვენ მუდმივად იბრძვით თქვენი ადგილისთვის, თქვენი პრინციპებისთვის, თქვენი სიმართლისთვის. თქვენ ხშირად გაქვთ ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ადამიანი ავტომატურად აგრესიით მოდის თქვენკენ, რომც თქვენ მას არ იცნობდეთ. იცით, ძალიან ბევრი წარსული ტრავმა გაქვთ თქვენ, მეორე ვარიანტი.
იმიტომ რომ თითქოს და ეგრევე რაღაც შინაგან აგრესიაზე გადადიხართ, თავდაცვით აგრესიაზე გადადიხართ, როდესაც ვიღაც მოდის თქვენკენ, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ძლიერი ინტუიცია შეიძლება გქონდეთ, ასევე შეიძლება თქვენ თავად არ იყოთ ეს ხმლების რაინდი, მაგრამ თქვენ სირგვლივ იყოს ასეთი ძალიან ტრავმირებული და აგრესიული ადამიანი. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, რა უნდა იცოდეს ახლა მეორე ვარიანტმა. თასების დედოფალი, აი ძალიან ძლიერი ინტუიცია გაქვთ და ხო, როგორც ჩანს თავდაპირველად შევცდით, თქვენ არ ხართ ეს ხმლების რაინდი, უფრო ვიღაც ახლო ადამიანი არის თქვენთვის ასეთი ხმლების რაინდი. ეს შეიძლება იყოს ოჯახის წევრი, ამხანაგი, მეგობარი, ყველასთან ძალიან ინდივიდუალურად რეზონირდება. რა თქმა უნდა, ზოგ თქვენგანთან ერთეულებთან რეზონირდება, რომ თქვენ ხართ, აი ისეთი როგორიც აღწერე, ტრავმირებული, მაგრამ უმეტესობასთან აქ მოდის ისეთი ენერგია, რომ სხვები არიან, სხვა ვიღაც არის თქვენ სირგვლივ ასეთი და ეს ხმლების რაინდი ძალიან გაცლით ენერგიებს, ძალიან გართმევთ ენერგიას, იფუჭებთ ხასიათს ხშირად. შეხედეთ, ხმლების ცხრიანი ამოვარდა თავისით და დაინახეთ ხო, რამდენად უხეშად ამოვარდა დასტიდან. აი ვიღაც ასეთი ადამიანი დააკვირდით გამოსახულებებსაც, ასეთი ადამიანი არის თქვენს ირგვლივ, თქვენს გარემოცვაში. ადამიანი თავად შეიძლება საერთოდ არ იყოს ბოროტი, საერთოდ არ იყოს რაღაც ნეგატიური და ბოღმიანი და ასე შემდეგ, მაგრამ ავტომატურად აგრესიაზე გადადიოდეს მაშინ, როდესაც გონია, რომ თქვენ რაღაც ცუდს ეუბნებით ან რაღაც ცუდს უნდა მიოკებთ და ხშირად თავარი სიტყვა აქ არის გონია. იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში თქვენ არ გაქვთ მის მიმართ რეალურად ნეგატიური დამოკიდებულება, მანამ სანამ რაღაც ასეთ ნეგატიურ სპექტაკლებს არ იწყებს ეს ადამიანი. ერთის მხრივ მისით შეიძლება გვესმოდეს, ხო? ყველას თავისი ტრავმები, ყველას თავისი ნეგატივი აქვს, მაგრამ მეორეს მხრივ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაარღვევინოთ პირადი საზღვრები. საჭირო არის ამ ადამიანთან მეტი გულურთმელობა, მეტი გულახდილი საუბრები და მეტი გულახდილი საუბრები სიწყნარეში. თუ რა თქმა უნდა ეს შესაძლებელია, თუ ეს შეუძლებელი არის, შეგიძლიათ თამამად გაუშვათ ეს ადამიანი სამხიარო ლასოზე. ვიღაც არის ასეთი თქვენ სირგვლივ, ვინც მუდმივად განერვიულებთ, ვინც მუდმივად აგრესიაზე გადადის ძალიან მალევე. დავამატოთ კიდევ არკანები, რატომ ამოვიდა ამ ადამიანზე ინფორმაცია, იმ ყველაფრის გარდა, რაც უკვე გითხარით. რა უნდა იცოდეთ ახლა, მეორე ვარიანტი. არკანი ქურუმი ქალი, მოусმინეთ თქვენს ინტუიციას, უბრალოდ მოусმინეთ თქვენს ინტუიციას. თუ თქვენი ინტუიცია გეუბნებათ, რომ ადამიანი არის ასეთი და ასეთი, კი ბატონო, თუ ადამიანი მეთქი, თუ ინტუიცია გეუბნებათ, რომ დროა ეს ადამიანი გაუშვოთ თქვენი რეალობიდან, გაუშვით, თუ თქვენი ინტუიცია გეუბნებათ იმას, რომ ადამიანი წარმოადგენს რაღაც გარკვეულ თუნდაც ემოციურ საშიშროებას, წადით ამ ადამიანისგან მაქსიმალურად შორს, იმიტომ რომ თქვენი ინტუიცია ამ ერთ კონკრეტულ ადამიანთან დაკავშირებით ნამდვილად არ ტყუეს. და იცით, ყველანაირი ტრავმები, ფსიქიკური, ფსიქოლოგიური პრობლემები, ეს ყველაფერი ყოველთვის გასაგები არის, კი ბატონო, ხო? მაგრამ არანაირი ტრავმები, არანაირი ფსიქიკური დაავადებები, ფსიქოლოგიური დაავადებები უფრო სწორად არ აძლევს ადამიანს იმის უფლებას, რომ დაარღვიოს თქვენი პირადი სივრცე. მხოლოდ იმის გამო, რომ უკაცრავად ასეთი გამოთქმისთვის, მაგრამ მხოლოდ იმის გამო, რომ ადამიანს ბავშვობაში მშობლები ცემდნენ, დაუშვათ, ხო? კი ბატონო, ეს მძიმე არის, ეს ძალიან საშინელი ტრავმა არის, გასაგებია, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ამის გამო თქვენ არ უნდა მისცეთ ადამიანს იმის უფლება, რომ თქვენზე დაუშვათ ხელი აწიოს, ხო? ხვდებით ხომ რასაც გულისხმობ. ვიღაც ასეთი კონკრეტული ადამიანი არის თქვენ სირგვლივ, აი ვინც გაგახსენდათ და დროა ეს ადამიანი მოიშოროთ თქვენი რეალობიდან ან გაამკაცროთ საზღვრები. სულ ეს არის დაგემშვიდობებით, ყველას მადლობა და წარმატება.